ქართული ერთგულება. სამშობლოს სიყვარული. მაშინ ეკლესიური ადამიანის ისე რომ პოლიტიზირებული არ გახდეს. არის სამშობლოს სიყვარული ის რომ ეკლესიაში ვიღაცას რო უჭირს მაგალითად ამხოდას ან იმას რომ არ განეკით, ხო? თუ შეიძლება, ამ ურს რაღაცა შეიძლება რომ კავშირი იყოს. საერთოდ განკითხვა საერთოდ მოდის. ვინც განეკითხავს, იმას სიყვარული არ აქვს. მე შეიძლება მოგავს შობის მაგალითი რომ რაცა უნდა არასწორი ოფიცერის სავიშვილი. ამ კვლელიც რო იყოს კი არ დააფარებს ხელს რაღაც თუ ქრისტიანი მშობელია, მაგრამ ხო მაინც იოცებს ხო ადაგარგავს სიყვარულს, ხო ჩამოწერს. სხვა პოლიტიკურმა საზრდოობს თუ იქნება თავიშვილი. ხო ეტყვის რომ მოღალატე ხარ, არ იტყვის. ესწება რომ დაარწმუნოს რომ მისი შეხედულება არასწორია და შენ როცა დაარწმუნებული ხარ შენ თავში, შენ მართალი ხარ. აქედან ვიღაცა არის, მე ხდება მოღალატე. რატო ხარ და შენ თავში დაარწმუნებული? მე შეიძლება მოგყავს 91-ის მაგალითი საქართველოში სამოქალაქო მომრომე აღარ ზურსაც ახლა ჯერა რომ ის იყო ესე იგი მართებული ესე იგი სამოქალაქო მომი და ახლა ბევრი ნანობს ამიტომ ეს არასწორია ეს ამას კი ახიბლი ამ პარტავნება არის სხვადასხვა გზები საქართველოს კეთილდღეობის ამიტომ სხვადასხვა პარტიები და სხვადასხვა აზრების გამო ერთმანეთი არ უნდა შევიძინოთ და ერთმანეთმა შევიძინოთ რა არის საჭირო თვითგან მადლი სიყვარულის ნიჭი მოდის ღვთისგან შეადვა და მზის გამოდის სიტყვა ასევე მზის გარეშე სიცივია ასევე მადლის გარეშე შეადვამობა ადამიანს უყვარს მარტო თანამოაზრეები ან თანამემამულეები და სხვა აზროვნების საკითხებს ძულს ან თუ არა ძულს არ უყვარს ღვთისმადლი არ მოგაკოთ მეტ მადლობა ეს